გამარჯობა, მე ირაკლი არაბული ვარ, სურსათის უნებლობის სპეციალისტი. თქვენ უკვე ნახავდით წინა ვიდეოს, რომ ჩვენ დავიწყეთ YouTube არხი, ასე რომ დღევანდელი ვიდეო, ანუ პირველი ვიდეო შეეხება თემას, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კვების ობიექტი, რომ შეძლოთ ფუნქციონირება და არ მოხდეს დაჯარიმება. ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც თქვენ გსურთ რომ გახდეთ სურსათის ბიზნეს ოპერატორი და იყოთ კვების ობიექტი, საოჯახო სამზარეულო ან რესტორანი, ან ნებისმიერი სხვა სახის წარმოება, პირველი ნაბიჯი ეს არის სურსათის ბიზნეს ოპერატორად რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რომელიც ძალიან ბევრ ბიზნეს ოპერატორს ავიწყდება, ან არ აქვს ინფორმაცია და შესაბამისად იწყებს მუშაობას ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. რაც თავის მხრივ, როდესაც მოდის სახელმწიფო მაკონტროლებელი, ხდება 1000 ლარით დაჯარიმება და საწარმოო პროცესის გაჩერება. ამიტომ, როდესაც გადაწყოთ, რომ თქვენი საქმიანობა დაკავშირებული იყოს სურსათთან, მის წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან რეალიზაციასთან, აუცილებელია იყოთ დარეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, გააკეთოთ რეგისტრაცია და აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენი საქმიანობის სფერო, რომელსაც სხვადასხვა სახის კოდები აქვს. ანუ მსგავსი ამონაწერი უნდა გქონდეთ. უпростоრად ეს. დარეგისტრირდებით, შემდეგ უკვე ნახავთ საწარმოო ფარტს, სადაც უნდა განთავსდეს თქვენი კვების ობიექტი. ძალიან მნიშვნელოვანია დაიცვათ საქართველოს მთავრობის 173 დადგენილებაში მოთხოვნილი ნორმები, სადაც დეტალურად გაწერილია თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს კვების ობიექტის სამზარეულო თუ დამხმარე ფართები. ეს ეხება როგორც საწყობს, ისე მოსასვენებელ ოთახს, საპირფარეშოს და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაზე მთავარი არის საქართველოს მთავრობის 173 დადგენილება, სადაც დეტალურად აღწერილია ყველაფერი. მივყვეთ 173 დადგენილებას და ვნახოთ თუ როგორ უნდა იყოს განლაგებული საზოგადოებრივი კვების ობიექტის სამზარეულო და დამხმარე ფართები. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასურველია თუ ექნება სხვადასხვა კარების შესასვლელის საწარმოს, იქნება სხვადასხვა სივრცე, მაგალითად პერსონალის მოსვლისთვის, იქნება სხვა კარები კერძების გასაცემად თუ ინგრედიენტების მისაღებად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, რომ სხვადასხვა სივრცეები იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან და სხვადასხვა კარით ხდებოდეს სხვადასხვა პროცესების მართვა. ასევე აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს გამოყოფილი ცალკე საწყობი, სადაც მიღებული ინგრედიენტები პირდაპირ მოთავსდება საწარმოს გვერდის სავლით. საწარმოში არ უნდა ინახებოდეს ინგრედიენტები, არ უნდა გამოვიყენოთ ის როგორც ასე ვთქვათ საწყობი. საწყობი უნდა იყოს ცალკე მდგომი ოთახი, რომელთანაც კავშირი არ ექნება წარმოებას. ანუ საწყობში უნდა ხდებოდეს ისე შეტანა ინგრედიენტების, საერთოდ რომ არ შევეხოთ წარმოებას. ამ შემთხვევაში ამ ობიექტს აქვს ცალკე კარები, საიდანაც ხდება უკვე მზა პროდუქციის გამოტანა და სარეალიზაციო დახლებზე განთავსება. როგორც იცით, ძალიან ბევრისთვის არის ეს ინფორმაცია ცნობილი, რომ საწარმოო სივრცეში შესასვლელი ადგილას, ანუ კარებთან, აუცილებლად უნდა იყოს მოთავსებული დეზობარიერი, რადგან თანამშრომლები, როდესაც შევლენ საწარმოო სივრცეში, მათ გაიარონ დეზობარიერი, რომელიც იქნება სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული. უნდა იძლეოდეს რეცხვა დეზინფექციის საშუალებას, უნდა იყოს დამზადებული იმგვარად, რომ შეიძლებოდეს მისი დეზინფექცია და რეცხვა. ხისგან დამზადებული კარები სამზარეულოსთვის არ არის რეკომენდებული. სამზარეულოს შემოსასვლელთან, ანუ კარებთან, როგორც კი თანამშრომელი შემოდის, უნდა იყოს ახლოსშივე განთავსებული ხელის დასაბანი ნიჟარა, რადგან როდესაც თანამშრომელი შემოდის და იმას ხელებს, უნდა იყოს აუცილებლად ნიჟარა აღჭურვილი სხვადასხვა საშუალებებით, მაგალითისთვის თხევადი საპონით, სადეზინფექციო ხსნარით და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ქაღალდით. მრავალჯერადი ტილოების გამოყენება არის აკრძალული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ხელის გამშრალება უნდა ხდებოდეს აუცილებლად ან ქაღალდით, ან ელექტროსაშრობით. საწარმოს, ანუ სამზარეულოს ჭერი, კედლები და იატაკი უნდა იყოს დამზადებული იმგვარი მასალისგან, რომელი მასალაც იძლევა რეცხვა დეზინფექციის საშუალებას. ეს შეიძლება იყოს კაფელი, მეტლახი, შეკიდული ჭერი, ჭერის შემთხვევაში, ან სხვა მსგავსი მასალა, რომელიც იძლევა რეცხვა დეზინფექციის საშუალებას და არ იქნება ტოქსიკური და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში. ამ შემთხვევაში მსგავსი კედელი, რომელიც არის აყვანილი ბოლომდე, არის იდეალური ვარიანტი.
ამ შემთხვევაში ეს მასალა და ეს კედლები იძლევა რეცხვა დეზინფექციის საშუალებას და უფრო კარგი და პრაქტიკული გამოსაყენებელია. ასევე შეგიძლიათ მაგალითად კედლისთვის გამოიყენოთ რეცხვადი საღებავიც, მაგრამ უმჯობესია ეს მასალა, რადგან უფრო ეფექტური არის. ასევე არ არის აუცილებელი, რომ ბოლომდე იყოს აყვანილი მსგავსი მასალა, მეტრა 70-ზეც საკმარისია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იდეალურად არის. ზედაპირები, უშუალოდ ის ზედაპირები, რომელიც შეხებაში არის სურსათთან, უნდა იყოს დამზადებული ისეთი მასალისგან, რომელიც იძლევა რეცხვა დეზინფექციის საშუალებას. ამ შემთხვევაში ეს მასალა უჟანგავი ფოლადი, ეგრეთ წოდებული ნეჟავეიკა, არის იდეალური გამოსავალი სამზარეულოებისთვის და წარმოებისთვის, იდეალური მასალა, რომელიც არ ჟანგდება, იძლევა რეცხვა დეზინფექციის საშუალებას და სურსათთან შეხებაშიც არ გამოიწვევს მის დაბინძურებას. რა თქმა უნდა, მსგავსი ზედაპირები, რომელიცაც მუშავდება სურსათი, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი დეზინფექცია სამუშაო დღის დაწყების ან დასრულების შემდეგ. სამზარეულოში, როგორც მოგეხსენებათ, უნდა იყოს რამდენიმე ნიჟარა და კონკრეტული ნიჟარა უნდა იყოს მიმართული ერთი საქმისთვის. ამ შემთხვევაში ეს ნიჟარა, რომელიც არის ორგანყოფილებიანი და სტანდარტულად ეს აღიქმება როგორც ჭურჭლის გასარეცხი ნიჟარა და ამ შემთხვევაშიც ეს არის ჭურჭლის გასარეცხი ნიჟარა და შესაბამისი მარკირება უკეთდება და ამ შემთხვევაში გამიჯნულია სხვა ნიჟარებისგან და პერსონალმა ყოველთვის იცის, რომ ამ ნიჟარაში ხდება ჭურჭლის გარეცხვა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი კვების ობიექტების სამზარეულოებისთვის ეს არის გამწოვის სისტემა. გამწოვის სისტემა უნდა იყოს ძალიან ეფექტური, ძალიან ძლიერი, რომ შეძლოს წარმოქმნილი ორთქლის და კონდენსატის გატანა ობიექტიდან, რადგან თუ გამწოვის სისტემა არ მუშაობს სრულყოფილად, წარმოიქმნება კონდენსატი და ვერ ხდება ამ კონდენსატის გაწოვა ობიექტიდან, ამ შემთხვევაში აქ ჩამოდის კონდენსატი, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ვიზიტის შემთხვევაშიც იწვევს დაჯარიმებას და საწარმოო პროცესის გაჩერებას. ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ გამწოვის სისტემის ეფექტურობას, მის სრულყოფილ მუშაობას, რომ არასოდეს არ იყოს ობიექტზე ისე, რომ წარმოქმნილი კონდენსატი ვერ გავიდეს ობიექტიდან, რადგან წარმოქმნილ კონდენსატმა შეიძლება დააზიანოს სხვადასხვა კედლებიც, ჭერიც და ასე ვთქვათ ძალიან ცუდი არის, როდესაც კონდენსატიდან ხდება წვეთა და ეს თავის მხრივ წამოსული კონდენსატი ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, ამიტომ თუ გამწოვი დაბინძურებულია, ხდება წვეთა, არის კრიტიკული შეუსაბამობა და ობიექტი ჯარიმდება 1000 ლარით და უჩერდება საწარმოო პროცესი. როგორც მოგახსენეთ, რამდენიმე ნიჟარა უნდა იყოს წარმოდგენილი საზოგადოებრივი კვების ობიექტის სამზარეულოში. ამ შემთხვევაში ეს ნიჟარა კონკრეტულად მიმართულია ნედლეულის გასარეცხად, რომელსაც მარკირება აქვს და ყოველთვის ამ ნიჟარაში ირეცხება ინგრედიენტები. ალბათ ყველა შეგინიშნავს და ბევრს გვინახავს ფერადი დაფების სამზარეულოში და მოდი განვიხილოთ, რას ნიშნავს ფერადი დაფები და რატომ უნდა იყოს კვების ობიექტებში სხვადასხვა ფერის დაფები. ფერადი დაფებით კოდირების პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის და იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სხვადასხვა სახის ინგრედიენტების დამუშავება. თითოეული ფერის დაფა მიმართულია კონკრეტულად ერთი დასახელების ინგრედიენტის დამუშავებისთვის. ეს არის მსოფლიო სტანდარტი და ყველამ უნდა დაიცვას ეს, რადგან არ მოხდეს ჯვარედინი დაბინძურება. ამ შემთხვევაში ყვითელი დაფა მიმართულია იმისთვის, რომ მოხდეს ნედლი ქათმის ხორცის დამუშავება. მწვანე დაფაზე უნდა დაიჭრას და დამუშავდეს აუცილებლად ხილბოსტნეული. წითელ დაფაზე აუცილებლად იჭრება ნედლი ხორცი. ყავისფერ დაფაზე იჭრება უკვე დამუშავებული ხორცი და მოხარშული ან შემწვარი ხორცი, ხოლო ლურჯი ფერის დაფაზე იჭრება თევზი და თევზის პროდუქტები. ასევე შეგვიძლია დამატებით თეთრი ფერის დაფას შევიძინოთ, რომელზეც დაიჭრება ყველი ან პური ან მსგავსი უკვე მძა პროდუქტი. ამ შემთხვევაში ობიექტზე საწარმოო პროცესები არ ხდება, ამიტომ შემოვედით დამცავი ტანსაცმლის გარეშე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საწარმოოში გვეწევა ვიზიტორი, აუცილებლად ჩავაცვლოთ მას დამცავი ტანსაცმელი, ეს იქნება ბახილები, ხალათი და ქუდი. ხოლო პერსონალიც უნდა იყოს ჰიგიენის პრინციპების შესაბამისად ჩაცმული, რომელი პრინციპებიც აუცილებლად უნდა იყოს გამოკრული ობიექტზე, რომელიც უნდა აფრთხილებდეს თანამშრომლებს, თუ როგორ უნდა იყვნენ მოწესრიგებული, რა უნდა გააკეთონ, რა არ უნდა გააკეთონ და რა უნდა ეცვათ. ის მასალა
რომელსაც შეხებაშია სურსათთან ნებისმიერი ინვენტარი, რომელიც გამოიყენება სამზარეულოში, უნდა იყოს იმგვარი მასალისგან დამზადებული, რომელი მასალის რეცხვა დეზინფექციაც ხდება. ამ შემთხვევაში უჟანგავი ფოლადი, ანუ ეგრეთ წოდებული ნერჟავეიკის კონტეინერები არის იდეალური გამოსავალი იმისთვის, რომ კერძები მოვათავსოთ მასში და შემდეგ უკვე მაცივარში შევინახოთ. ან ნებისმიერი სახით დამუშავებული ინგრედიენტი, რომ შევინახოთ მსგავსი მასალით დამზადებულ კონტეინერებში. მოკლედ ეს იყო მცირე ინფორმაცია, რაც შეიძლება მომესმინა თქვენთვის და რა მოთხოვნებიც არის საქართველოს მთავრობის 173 დადგენილების მიხედვით, რა მოთხოვნებიც აქვს კვების ობიექტების სამზარეულოსთვის. რა თქმა უნდა, სრულყოფილი ინფორმაციას ვიდეოში ვერ ჩავატევთ. თუ გსურთ დამატებითი კონსულტაცია და ინფორმაცია, ჩვენი ნომერი იქნება აღწერაში მითითებული, დაგვეკავშირდით და დეტალური ინფორმაციას მოგასწრით. ჩვენ ვიმყოფებით გლდანში, ბოჭორიშვილის პირველ A ნომერში, კვების სივრცეში, სადაც შეგიძლიათ მოგზანდეთ და დააგემონოთ აქ მომზადებული კერძები. გამოიწერეთ ჩვენი არხი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის და კომენტარებში დაგვიწერეთ ის თემები და ის საკითხები, რომლებზეც გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება.